მეგობრებო, დღეს მინდა ცოტა განსხვავებული ფორმატი შემოგთავაზოთ ჩემ გვერდზე, რაც პრინციპში არ ყოფილა, რაც ეს გვერდი ჩამოვაყალიბე. დღეს არ გვექნება ტაროს გაშლა, დღეს გვექნება რამოდენიმე პატარ-პატარა ესეთი რიტუალი, ბჭყალებში რიტუალი დავარქვათ, ამას სურვილის ჩაფიქრებების და ასრულებების ერთგვარი გამოცანა, ერთგვარი თუ გინდათ დაარქვით მკითხაობაც, მაგრამ რომელიც უკვე საუკუნეებია თითქმის აჩვენებს, რომ მუშა რიტუალებია, ასე ვთქვათ. ეს არ არის შავი მაგია, ეს არ არის არანაირი მაგია. ხაზი მინდა ამას გაუსვა და ძალიან გთხოვთ კომენტარებში თავი შეიკავეთ იმის დაწერისგან, რომ არაქრისტიანულია, მარხვაში ასეთ რაღაცები არ შეიძლება. ეს არის უბრალოდ პატარა წახალისება რიტუალის მაგვარი. რაღაცა თქვენი დადებითი აურის და განწყობის ასამაღლებლად და მე ჩავთვალე, რომ ჩემ გამომწერებს, განსაკუთრებით და ადამიანებს, ვისაც ეს ვიდეო შეგხვდებათ, მიიღოთ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი დადებითი ბიძგი ჩემგან იმისთვის, რომ თქვენი ოცნებები აგისრულოთ, ვინაიდან ახლა საახალწლოდ ვდგევართ კაკრას ზუსტად მაპატიეთ რუსული სიტყვისთვის, ზუსტად იმ მომენტში, როცა ჯადოსნური პერიოდია, წელიწადის ყველაზე ძვირფასი, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებების, ოცნებების, ჩაფიქრების და ასრულების პერიოდი აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორად ჩაიფიქროთ თქვენი ოცნება და მიზანი, ჩამოაყალიბოთ, შეიგრძნოთ მთელი თქვენი ორგანიზმით, გულით, სულით, თმის ღერით, ყველაფრით. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ესეთი ახალი წელი, რომელიც დგება წელს, როგორც ასტროლოგები გონებიან, ხდება 30 წელიწადში ერთხელ, ანუ 31 დეკემბერს წელს ემთხვევა ახალთვარეობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პერსპექტივა იმისთვის, რომ სრულად თქვენი ყველა ჩაფიქრებული ოცნება, სწორად ჩაფიქრებული და მოფიქრებული ახდეს და მიეცეს ამას ბიძგი იმისთვის, რომ მიიღოთ ლანქარზე, ასე ვთქვათ, ოღონდ სწორად ჩაიფიქროთ და იმუშაოთ ამისთვის. ეს ხდება ყველაფერი, როგორც ასტროლოგები გონებენ, 30 წელიწადში ერთხელ, რასაც წელს მივიღებთ სამყაროსგან და ანუ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს, რომ კარგად ჩავიფიქროთ ჩვენი ოცნებები და ახდეს. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ამ ვიდეოთი რამოდენიმე პატარა რიტუალი და ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ იმისგან კომენტარების დაწერისგან იმასთან დაკავშირებით, რომ რიტუალი არის სატანისტური და ასე შემდეგ. ეს არის შავი მაგია, ეს არის არანაირი მაგია, ეს არის უბრალოდ რიტუალი პატარა დადებითი ბიძგის მიმცემი თქვენი ენერგეტიკის და მიზნების მისაღწევად და თუ მოგეწონებათ, ესეც დამიწერეთ აუცილებლად, რომ გავითვალისწინოთ შემდეგისთვის რამდენად გაწყობთ, მოგწონთ ეს ფორმატი და რამდენად უნდა მივმართო ამას, რომ ეს ყველაფერი შემოგთავაზოთ ხოლმე, თუ უბრალოდ ტაროს გაშლა ეს ყველაფერია თქვენთვის. ვიცი, რომ ჩემი ხმა და ჩემი ვიზუალიც ძალიან მოგწონთ და მადლობა ყველა დადებით კომენტარს ასეც თქვენგან. რაც შეეხება რიტუალს, გადავალ პირდაპირ რიტუალზე და სავარაუდოდ ეს ვიდეო ორ ნაწილად გაიყოფა, იმიტომ რომ ვეცდები, რომ ვინაიდან ცოტა დრო დაგვრჩა, ვეცდები, რომ მაქსიმალურად ის იდეა მოგაწოდოთ და ის ბიძგი თქვენი ოცნებების ასახდენად ერთ ვიდეოში ვერ ჩავეტევი, მოკლედ როგორც ყოველთვის. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ორ ნაწილად ჩავწერ ამ ვიდეოს და პირველი ნაწილი არის ასეთი. და ძალიან მუშა, რასაკვირველია, ყველა რასაც შემოგთავაზებთ ახლა არის ყველა დიდი დროის და მუშა, ასე ვთქვათ, რიტუალი ბჭყალებში. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მოქმედი რიტუალი არის ასეთი. შეიძლება გაგიგიათ კიდევაც ბევრს, მაგრამ ვისაც არ გაუგია, მათთვის ასე ვთქვათ, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ყიდულობთ 31 დეკემბრამდე. გაქვთ სულ რამოდენიმე დღე დარჩენილი. საცვალს, ქვედა საცვალზეა საუბარი. მოდი ესე პირდაპირ გეტყვით. ბიკინს, არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. ძალიან მიმზიდველს, ძალიან ლამას, ოღონდ წითელ ფერს. ეს უნდა იყოს წითელი კაშკაშა, ესეთი ცეცხლის ფერი, სისხლის ფერი, აი მიმზიდველი, ძალიან სექსუალური ქვედა საცვალი თქვენი, რომელსაც იყიდით და 31 დეკემბერს. მნიშვნელოვანი დეტალი ამ რიტუალის არის ის, რომ უნდა დადგეთ ზურგით და ისრულოთ ზურგით, ჭაღის მიმართულებით, თქვენი საცვალი. ამ საცვალს ტოვებთ
ისვრით და ტოვებთ ჭაღზე და არის დაკიდებული ძველით ახალი წლის ჩათვლით. 2 კვირის განმავლობაში აი ესე უნდა გეკიდოთ ეს თქვენი საცვალი. და შეგიძლიათ ეს თქვენი საძინებელში გააკეთოთ, აუცილებელი არ არის მისაღები ოთახის ჭაღი იყოს, თუ მაინდა-მაინც სტუმრებს ელოდებით და ჩვენ ვიცით რომ დაუსრულებელი ახალი წელი გვაქვს, შობები და ასე შემდეგ და სტუმართ მოყვარე ერი ვართ ძალიან, მიდი-მოდი სტუმრიანობები გვიყვარს განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში. აქედან გამომდინარე არ არის აუცილებელი რომ მისაღები ოთახის ჭაღი იყოს, შეგიძლიათ თქვენ საძინებელ ოთახში ეს ყველაფერი გააკეთოთ, ისე რომ სხვა ვეღარ დაინახავს და ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს რატო გიდია ზემოთო. მოკლედ ამას ტოვებთ, იფიქრებთ სურვილს, რომ და ამ ყველაფერს სიძახით ხმამაღლა. იმეორებთ 3-ჯერ და ამ ყველაფერს ითავისებთ მთელი თქვენი ორგანიზმით, რომ სწორედ ასე ხდება და რასაც ითხოვთ, სამყარო იმას გაძლევთ. იძახით სიტყვებს, თქვენი სიტყვებით, არ არის რაღაცა კონკრეტული სიტყვა აუცილებელი რომ თქვათ, უბრალოდ იძახით რომ მზად ვარ, ველოდები. ეს იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც მეორე ნახევარი დღესდღეობით, ჯერჯერობით ვერ უპოვია და ელოდება ძალიან. იძახით თქვენი სიტყვებით ამ ყველაფერს იმისთვის რომ თქვენ კარგად იგრძნოთ და შეიგრძნოთ ის მომენტი, რომ ეს თქვენი სამყაროსგან მოვლენილი პიროვნება, თქვენი მეორე ნახევარი უკვე მოდის თქვენ ცხოვრებაში, გზაშია და მადლობელი ხართ სამყაროსთვის, სამყაროსი, ღმერთის და ყველა იმ დადებითის, რასაც ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში შემოიტანს და გაგაბედნიერებთ. ამ ყველაფერს იძახით 3-ჯერ, იმეორებთ, შეიგრძნობთ, კიდევ იმეორებთ ყველა თქვენი დეტალით ორგანიზმის. გიხარიათ, უნდა წარმოიდგინოთ, რომ უკვე მოვიდა და როგორი ბედნიერს გხდით ეს ადამიანი და ელოდეთ, ასე ვთქვათ, მომავალ 2025 წელს თქვენი სიყვარული, თქვენი ბედი, ძალიან მოქმედი რიტუალია, ასე ვთქვათ და ყველას უხდება. შემდეგ შეგიძლიათ ამ 2 კვირის იქ ყოფნის შემდეგ ჩამოიღოთ ეს ჭაღიდან და მოიხმაროთ და ასე ვთქვათ მზად იყოთ იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს თქვენი მეორე ნახევარი. ეს პირველი რიტუალი. მეორეს რაც შეეხება, მეორე გვაქვს ასეთი რიტუალი. თქვენს რიტუალი არ არის, უბრალოდ ხდება ის, რასაც თქვენ ხელით მოკიდებთ. მოკლედ ასეთი სიტუაცია. თქვენ სურვილებს, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, რომ 2025 წელს აგისრულდეთ, ამ ყველაფერს წერთ ძალიან პატარა-პატარა ფურცლებზე, ესეთი მინიმალური სიტყვებით, მთელი ასოციაციების ჩამოწერა არ არის მნიშვნელოვანი, სიტყვაზე მანქანა გინდათ რომ შეცვალოთ. ცვლი მანქანას. ახვევთ ამ ფურცელს, ესეთი მრგვალ ტონალობაში მოგყავთ, გადადებთ. ასე აკეთებთ 12 ფურცელზე, 12 პატარა თქვენს საოცნებო მიზანს, რომელიც გაქვთ 2025 წლისთვის, ჩამოწერთ და ახვევთ და იდებთ ბალიშის ქვეშ ამ 12-ვე ფურცელს 31 დეკემბრის ღამეს. 31 დეკემბრის ღამეს თუ არ იძინებთ და ათენებთ, არ აქვს მნიშვნელობა, როცა დაიძინებთ, ანუ ახალი წლის ღამეს, როცა თენდება უკვე თქვენთვის მეორე დღე, 2025 წლის დილა. დილა იქნება, საღამო იქნება, შეძლებლის დაგვარად, ვინც როდის იძინებთ მაშინ. როცა იღვიძებთ ამ ყველაფერს, არავისთან საუბრის გარეშე, არავისთან არაფრის გარეშე, უბრალოდ ბალიშის ქვეშ შეყობთ ხელს და ერთ-ერთ ფურცელს აარჩევთ. ესე არა, რა წერია იქო, ერთ-ერთ ფურცელს იღებთ, ხსნით და კითხულობთ, რაც შეგხვდებათ ხელში. დარწმუნებული იყავით 99%-ით ეს თქვენი ოცნება ამ წელიწადში ახდება, ანუ მომავალ 2025 წელს სამყარო ამ ყველაფრის ახდენის საშუალებას მოგცემთ. რამდენად მიიღებთ ამ ყველაფერს, რამდენად გააკეთებთ, ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მე კიდევ ვიმეორებ, მაქსიმალურად მინდა რომ რაღაცნაირი ბიძგი მოგცეთ თქვენი მიზნების და ოცნებების ასრულებისთვის მომავალი 2025 წლისთვის. მეორე ნაწილს ეხლა ავტორთავ, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და გაგრძელება ამ პატარა რიტუალების იხილოთ იქ. ასევე დამიწერეთ, რამდენად მოგწონთ ეს ფორმატი ჩემი გვერდისთვის. მადლობა და გოცნით.